ცეცხლგანძლე კერამიკა, მასალა, რომელიც უძლებს ხუმელებისა და რაკეტების უკიდურეს სიცხეს. სალამი, თქვენთანაა დეტალური ინჟინერია. დღეს ჩვენ ჩაუღრმავდებით უკიდურესი ტემპერატურების სამყაროში, სადაც ჩვეულებრივი მასალები უბრალოდ დადნება ან აორთქლდება. ჩვენ ვსაუბრობთ ცეცხლგანძლე კერამიკაზე, ნამდვილ მსახელო გმირებზე, რომლებიც ინდუსტრიას მუშაობის საშუალებას აძლევენ და კოსმოსური კვლევა რეალობად აქცევენ. ოდესმე დაფიქრებულ ხარ, როგორ არის შესაძლებელი მეტალების დნობა 1500 გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურაზე. ან როგორ ახერხებს რაკეტა ატმოსფეროს გადალახვას ისე, რომ ცეცხლში არ დაიშალოს. პასუხი სწორედ ამ საოცარ მასალებშია. მაგრამ რა არის ცეცხლგამძლე კერამიკა ზუსტად? წარმოიდგინე მასალა, რომელიც არა მხოლოდ უძლებს ისეთ ტემპერატურებს, რომლითაც ფოლადი თხევადდება, არამედ ინარჩუნებს თავის მექანიკურ და სტრუქტურულ თვისებებს ამ ჯოჯოხეთურ სიცხეშიც. ზუსტად ამას აკეთებენ ისინი. ისინი ინდუსტრიული ხუმელების, ქიმიური რეაქტორებისა და თერმული ფარების საყრდენია, რომლებიც ჩვენს ასტრონავტებს იცავს. მათ გარეშე ჩვენი ინდუსტრიული ცივილიზაციის დიდი ნაწილი უბრალოდ არ იარსებებდა. ისინი საბოლოო ბარიერია დამანგრეველ სიცხესა და სტრუქტურულ მთლიანობას შორის. უზრუნველყოფს, რომ აუცილებელი პროცესები უსაფრთხოდ და ეფექტურად განხორციელდეს. ეხლა მთავარი კითხვა. როგორ ახერხებენ ეს მასალები ასეთ საოცრებას? რა ხდის მათ ასეთ განსაკუთრებულად, რომ შეუძლიათ გაუძლონ ისეთ პირობებს, რომლებიც სხვა მასალების უმეტესობას დაშლიდა? პასუხი ღრმად არის დაფესვიანებული მათ ატომურ სტრუქტურასა და ქიმიურ ბმებში, რომლებიც მათ ქმნის. აქ არის ის ადგილი, სადაც მასალების ინჟინერია, ფიზიკასა და ქიმიას ხვდება, რათა შექმნას ნამდვილი თერმული სუპერგმირები. მეტალებისგან განსხვავებით, რომლებიც ხასიათდება მეტალურ ბმებით, სადაც ელექტრონები თავისუფალ ღრუბელშია განაწილებული, ცეცხლგანძლე კერამიკა წარმოიქმნება იონური და კოვალენტური ბმებით. იფიქრეთ მაგალითად ალუმინაზე, სილიკაზე ან მაგნეზიაზე, რომლებიც მრავალი რეფრაქტერული კერამიკის ძირითადი კომპონენტებია. ამ ნაერთებში ატომები ძლიერად არის დაკავშირებული. იონურ ბმებში, როგორიცაა მაგნეზიტი, ხდება ელექტრონების გადაცემა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დადებითი და უარყოფითი იონები, რომლებიც ძლიერად იზიდავენ ერთმანეთს და ქმნიან მქარ და მოწესრიგებულ კრისტალურ სტრუქტურას. კოვალენტურ ბმებში, როგორიცაა სილიკა, ატომები ძალიან სპეციფიკურად იზიარებენ ელექტრონებს, რაც ქმნის მიმართულ და უკიდურესად ძლიერ ბმებს. მაგრამ რატომ არის ეს ბმები უფრო ძლიერი ვიდრე მეტალური ბმები, როცა საქმე სითბოს ეხება? ბმების გასატეხად საჭირო ენერგია იონურ ან კოვალენტურ ბმებში ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ენერგია, რომელიც საჭიროა მეტალის ელექტრონული ღრუბლის დასაშლელად. მეტალში ტემპერატურის ზრდა იწვევს ატომების უფრო ძლიერ ვიბრაციას, რაც ასუსტებს ბმებს და აძლევს საშუალებას ატომური ფენები ერთმანეთს გადაადგილდნენ, რაც იწვევს სიმტკიცის დაკარგვას და საბოლოოდ დნობას. კერამიკებში კი იონური და კოვალენტური ბმების სიმტკიცე ატომებს მყარად ინარჩუნებს ადგილას, თუნდაც სითბოს მიერ გამოწვეული ძლიერი ვიბრაციების დროს. ეს გავს შედარებას თავისუფალი რგოლების ჯაჭვსა, რომელიც მეტალს წააგავს და შედუღებულ კარკასს შორის, რომელიც კერამიკას წააგავს. კარკასის დაშლას გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება. ეს მაღალი ბმის ენერგია არის პირველი და ყველაზე ფუნდამენტური საიდუმლო კერამიკის სიმტკიცის. ეხლა ქიმიური ბმების სიმტკიცესთან პირდაპირ კავშირშია კერამიკის უნარი გაუძლოს ძალიან მაღალ ტემპერატურებს, დნობის გარეშე. ალუმინა მაგალითად აქვს დნობის წერტილი დაახლოებით 2072 გრადუსი ცელსიუსი, ხოლო მაგნეზია კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ის დნება დაახლოებით 2800 გრადუსი ცელსიუსზე შედარებისთვის. ფოლადი, მასალა, რომელსაც მტკიცედ მივიჩნევთ, დნება დაახლოებით 1500 გრადუსი ცელსიუსზე. და რატომ აქვთ ამ მასალებს ასეთი მაღალი დნობის წერტილები? იმიტომ რომ თერმული ენერგია, რომელიც საჭიროა იონური და კოვალენტური ბმების ძალის დასაძლევად და კრისტალური სტრუქტურის დასაშლელად,
უზარმაზარია. საჭიროა კოლოსალური რაოდენობის ენერგიის მიწოდება, რათა ატომები გამოეყონ თავიანთ ფიქსირებულ პოზიციებს კრისტალურ ბადეში და დაიწყონ თავისუფლად მოძრაობა, რაც სითხის მდგომარეობას ახასიათებს. ეს თერმული სტაბილურობა ნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც მეტალი უკვე გადაქცეულია ბუშტუკებად მდუღარე სითხედ, ცეცხლგამძლე კერამიკა მყარად და სტრუქტურულად უცვლელად რჩება, ინარჩუნებს თავის ფორმასა და ფუნქციას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ცეცხლგამძლე კერამიკების არის მათი დაბალი თბოგამტარობა. თბოგამტარობის გასაზომად ვიყენებთ ერთეულს ვატიმეტრზე კელვინზე. ლითონებს, როგორიცაა სპილენძი, აქვთ 400 ვატიმეტრზე კელვინზე, ხოლო ალუმინს დაახლოებით 200 ვატიმეტრზე კელვინზე. და ისინი საბოლოოდ შესანიშნავი თბოგამტარები არიან. ხოლო ცეცხლგამძლე კერამიკები ბევრად უფრო დაბალ მნიშვნელობებს აჩვენებენ. როგორც წესი, 0.5-დან 5 ვატამდე მეტრზე კელვინზე. მაგრამ ეს როგორ ხდება? თბოს გავრცელება მყარ სხეულებში ძირითადად ორი მექანიზმით ხდება. ატომური ბადის ვიბრაციით, ანუ ფონონებით და თავისუფალი ელექტრონების მოძრაობით. ლითონებში თავისუფალი ელექტრონების სიუხვე თბური ენერგიის ძალიან ეფექტურ გადაცემას უზრუნველყოფს. თუმცა კერამიკებში, როგორც უკვე აუნიშნეთ, თავისუფალი ელექტრონები არ არის. სითბოს გადაცემა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია კრისტალური ბადის ატომების კვანტური ვიბრაციების გავრცელებაზე. კერამიკების კრისტალური სტრუქტურა, რომელიც ხშირად რთული და არეულიცაა, თავისი დეფექტებითა და მინარევებით, განზრახი იყოს თუ არა, წარმოადგენს ბარიერს ამ ფონონების ეფექტური გავრცელებისთვის. ატომური ვიბრაციები მრავალი ბარიერის წინაშე დგება და იფანტება, რაც ართულებს ენერგიის სწრაფ გადაცემას მასალის ერთი ბოლოდან მეორემდე. თერმული ენერგიის გაფანტვის ეს უნარი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაიცვას ხუმელის გარე ნაწილი ან რაკეტის სტრუქტურა შიდა ან გარე სითბოსგან. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გაფართოება. წარმოიდგინეთ მასალა, რომელიც გათბობისას ძალიან სწრაფად ფართოვდება. თუ ის შეზღუდულია, ან მისი სხვადასხვა ნაწილი განსხვავებული სიჩქარით თბება, შიდა დაძაბულობა შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ მასალა უბრალოდ გაიბზაროს. რეფრაქტერული კერამიკა მეორეს მხრივ თერმული გაფართოების დაბალი კოეფიციენტით გამოირჩევა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ძალიან მცირე რაოდენობით ფართოვდებიან და იკუმშებიან ტემპერატურის ცვლილებების დროს. და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? მაღალ ტემპერატურულ გარემოში, სადაც ხდება გათბობისა და გაციების ციკლები, მასალა, რომელსაც აქვს მაღალი თბური გაფართოება, მუდმივად იქნება დაძაბულ მდგომარეობაში, რაც გამოიწვევს დაღლილობასა და სტრუქტურის რღვევას. ცეცხლგამძლე კერამიკის დაბალი თბური გაფართოება ამცირებს ამ დაძაბულობებს, რაც საშუალებას აძლევს მას შეინარჩუნოს სტრუქტურული მთლიანობა თერმული შოკის შემთხვევაშიც კი. ეს თვისება გადამწყვეტია ხუმელების ხანგრძლივობისთვის და ასევე აეროკოსმოსური კომპონენტების უსაფრთხოებისთვის, რომლებიც მკვეთრ ტემპერატურულ ცვლილებებს აწყდებიან. კერამიკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფოროვანი სტრუქტურა, ხოლო ზოგიერთი გამოყენებისთვის მკვრივი კერამიკის დაბალი თბოგამტარობაც კი საკმარისი არ არის. აქ უკვე გამოიყენება ცეცხლგამძლე საიზოლაციო კერამიკა, რომელიც ფოროვან სტრუქტურას შეიცავს. მაგრამ როგორ ეხმარება ეს? ჰაერი ან ნებისმიერი გაზი შესანიშნავი თბოიზოლატორია, რის გამოც მას ბევრად უფრო დაბალი თბოგამტარობა აქვს, ვიდრე უმეტეს მყარ მასალებს. როდესაც სტრუქტურაში ფორებს ქმნიან, ერთმანეთთან დაკავშირებულს ან იზოლირებულს, ჰაერი მასალის შიგნით იჭედება. ეს დატყვევებული ჰაერი დამატებით ბარიერად მოქმედებს სითბოს გადაცემაზე, რაც ამცირებს მასალის საერთო თბოგამტარობას. ეს გავს ფუხის ქუთუკის ჩაცმას. სითბოს არ იძლევა თავად ბუმბული, არამედ ის ჰაერი, რომელსაც ისინი აკავებენ. ფორიანობა ყურადღებით კონტროლდება წარმოების პროცესში, რათა ოპტიმიზირდეს ეს საიზოლაციო თვისება, შეიქმნას მსუბუქი და უკიდურესად ეფექტური მასალები სითბოს შენარჩუნებისთვის. და რა ტიპის ცეცხლგამძლე კერამიკებია? შედგენილობისა და თვისებების მიხედვით ცეცხლგამძლე კერამიკები იყოფა სხვადასხვა ტიპად. თითოეული მათგანი ოპტიმიზებულია კონკრეტული გამოყენებისთვის.
გვაქვს სილიკის კერამიკები, რომლებიც ეკონომიურია და გამოიყენება მინის წარმოების ღუმელებში და ალუმინის ოქსიდის კერამიკები, რომლებიც გამოირჩევა შესანიშნავი მექანიკური და თერმული მდგრადობით. და მაგნეზიის კერამიკები, რომლებიც იდეალურია ბაზისური და ძალიან მაღალი ტემპერატურის გარემოებისთვის, როგორიცაა ცემენტის ღუმენდის ღუმელები. და სილიციუმის კარბიდის კერამიკები, რომლებიც აერთიანებს მაღალ თერმულ შოკის მდგრადობას და კარგ თერმულ გამტარობას გარკვეული გამოყენებისთვის. გარდა ამისა, შეგვიძლია გავყოთ ისინი მკვრივ ცეცხლგამძლე მასალებად, რომლებიც სტრუქტურულად გამძლეა და კოროზიის მიმართ მდგრადია და საიზოლაციო რეფრაქტარებად, რომლებიც უფრო ფორიანია და ფოკუსირებულია სითბოს დაკარგვის შემცირებაზე. და სად შეგვიძლია ვნახოთ ეს საოცარი მასალები მოქმედებაში? პრაქტიკულად მთელ მძიმე ინდუსტრიაში. მითონურგიაში ისინი ფარავენ დომნის ღუმელებსა და ჩამოსასხმელ კოუზებს. უძლებენ გამდნარ მეტალს 1600 გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურაზე. მინის ინდუსტრიაში ისინი ქმნიან დნობის აუზებს, სადაც ქვიშა გარდაიქმნება თხევად მინად. ცემენტის წარმოებაში ბრუნვადი ღუმელები, რომლებიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მუშაობენ, დამოკიდებულნი არიან ცეცხლგამძლე საფარებზე ფუნქციონირებისთვის. და ეს ამით ამთავრდება, რადგან ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები, ნარჩენების ინცინერატორები, კერამიკის ღუმელები და თუნდაც სახლის ბუხრები იყენებენ ცეცხლგამძლე კერამიკის რომელიმე ფორმას. თქვენი აგურის გრილი ან შეშის ღუმელი აუცილებლად უნდა იყოს ცეცხლგამძლე აგურით ნაშენი, რათა მთელი კონსტრუქცია პირდაპირ ცეცხლთან შეხებისას არ დაიბზაროს. მაგრამ ცეცხლგამძლე კერამიკა მხოლოდ დედამიწაზე არ გამოიყენება. ისინი აბსოლუტურად აუცილებელია კოსმოსური კვლევებისთვის. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, როგორ ახერხებს კოსმოსური შატლი ან კაფსულა დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნებას ისე, რომ ცეცხლის ბურთად არ გადაიქცეს? პასუხი თერმულ ფარებშია, რომლებიც დამზადებულია მოწინავე ცეცხლგამძლე კერამიკისგან. ატმოსფეროში ხელახალი შესვლისას ატმოსფეროსთან ხახუნი წარმოქმნის ტემპერატურას, რომელიც შეიძლება 1650 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბოს. მასალები, როგორიცაა მაღალი სისუფთავის სილიკის ფილები, რომლებიც ფარავს კოსმოსურ შატლს, შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს ასეთ უკიდურეს სიცხეს, გაანაწილოს და დაიცვას ხომალდის შიდა სტრუქტურა. და რაც მთავარია, ასტრონავტები. რაკეტებში გამონაბოლქვის საქშენები და კრიტიკული კომპონენტებიც მზადდება ცეცხლგამძლე კერამიკის ან კერამიკული კომპოზიტებისგან. ეს უზრუნველყოფს, რომ ძრავა შეძლებს მუშაობას უკიდურესად მაღალ ტემპერატურაზე გაუმართავობის გარეშე. ეს მასალათმცოდნეობის ინჟინერია თავის ზღვარზე, რაც ადამიანობას აძლევს საშუალებას გასგამოიკვლიოს კოსმოსი. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილეთ წევრად გახდომა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და გახდე მოხსენიებული ჩვენს ვიდეოებში. თუ აქამდე მოხვედი, გიწვევთ რომ გადახედო კურსებს, რომლებიც გირჩიეთ. მაშ მიუშურე შენი მობილური ამ QR კოდს ან დააკლიკე ბულს აღწერაში ჩვენს კურსებზე. იქ ნახავ Excel-ის, 3D მოდელირების, AutoCAD-ის, ორატორობის და სხვა მრავალ კურსს. ეს კურსები ჩვენ მიერ ამ არხის გუნდის მიერ არის შერჩეული და შეგვიძლია დავადასტუროთ მათი ხარისხი. და თუ გინდა ონლაინ აქტივობის დაწყება, ვიდეოების ჩაწერა სოციალური ქსელებისთვის, ამ QR კოდზე ჩვენ შევარჩიეთ ის აპარატურა, რომელსაც ჩვენ სტუდიებში ვიყენებთ. და შენ ოდესმე დაფიქრებულ ხარ ამ მასალების მნიშვნელობაზე? იცნობ კიდევ რაიმე საინტერესო გამოყენებას ცეცხლგამძლე კერამიკის? დატოვე შენი კომენტარი ქვემოთ, გააზიარე შენი იდეები და გავაგრძელოთ ეს საუბარი. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეო, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და იფიქრე არხის წევრი გახდომაზე. სულ ეს იყო ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოგითხრა და შემდეგ ვიდეოში გნახავ.